რომ გითხრათ ასეთი იდეა ასე ვთქვათ, მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, არ ვიქნებით მართალნი, თვითონ ჩვენვე რამდენიმე წლის წინ ასეთი პროექტი განვახორციელებთ ხელნაწერი წიგნის შევქმნით ვეფხის ტყაოსნისა. მოგეხსენებათ ვეფხის ტყაოსანიც და ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტულად დავითიანიც თავდაპირველად რასაკვირველი არსებობდა ხელნაწერის სახით. შემდგომ საბედნიეროდ არ დაიკარგა დავითიანი გურამიშვილმა ის საქართველოში გამოაგზავნა, თვითონ კი ვერ მოახერხა დაბრუნება სამშობლოში და პირველად მე-19 საუკუნეში გამოიცა ის ოღონდ აკადემიური გამოცემა, ანუ სრულად მეცნიერულად შესწავლილი 1955 წელს გამოიცა, სწორედ იმიტომაც ავიღეთ ჩვენ საფუძვლად ეს წიგნი. რას ემსახურება? ემსახურება უპირველეს ყოვლისა პოპულარიზებას და პატივის მიგებას ამ დიდი მწერლის და დიდი პოეტისადმი. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ საიუბილეო წელია. იცით, არა მხოლოდ ჩვენ ეს ღონისძიება, ეს პროექტი, რომელიც მხოლოდ წიგნის გადაწერას არ გულისხმობს, არამედ უფრო რამდენიმე სხვა ღონისძიებასაც შეიცავს, ეზღუდება გურამიშვილის იუბილეს და ასევე ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწის, დიდი ქართველის, ანთიმოზ ივერიელის საიუბილეო წელს. 375 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. ორივე ანთიმოზიცა და დავით გურამიშვილის ერთი ტრაგიკული ბედისანი აღმოჩნდნენ. ორივე საქართველოს სამშობლოდან მოშორებით მოღვაწეობდა და იქვე აღესრულნენ, ვერ ნახეს სამშობლო, ვეღარ დაბრუნდნენ, მაგრამ უდიდესი საქმე გააკეთეს სამშობლოსათვის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანთიმოზი მიუხედავად იმისა, რომ ითვლება უპირველეს ყოვლისა დიდ რუმინელ საეკლესიო და საზოგადო ლიტერატურულ მოღვაწედ, მან უდიდესი საქმე გაუკეთა ქართულ კულტურას. სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა თბილისში სტამბა ვახტანგ მეექვსის დროს და გვაქვს არაჩვეულებრივი ნაბეჭდი პროდუქცია, რომელიც ამ სტამბაში მომზადდა. ამ ღონისძიების ფარგლებში სწორედაც ჩვენ გამოვფენთ იმ უნიკალურ უძვირფასეს გამოცემებს, რომელიც ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ეს არის ვახტანგისეულის სტამბის წიგნები. ამით კიდევ ერთხელ გავახსენებთ საზოგადოებას და ჩვენს კვლევრებს და უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია სტუდენტებს ანთიმოზ ივერიელის ღვაწლის შესახებ და იმ დიდი კულტურის შესახებ, რომელიც შეიქმნა სწორედ ანთიმოზის დახმარებითაც. ასევე გამოვფენთ დავითიანის გამოცემებს და დავითიანისადმი მიძღვნილ სამეცნიერო წიგნებს, რომლითაც ასევე, ესე იგი, შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას აი ამ დიდი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის შესახებ. თავისთავად ის ფაქტი, რომ თითო ფურცელს წერს სხვადასხვა ადამიანი, ეს უკვე თავისთავად უნიკალური მოვლენა გახლავთ და უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ ვფიქრობთ, ჯერ დავასრულებთ აი ამ საქმეს, ავკინძავთ, მათ შორის იქნება არაჩვეულებრივი ილუსტრაციებიც სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილი, მადლობა ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი, რომლებმაც თავისთავად ცხადია, დიდი სიამოვნები და სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში, აიკინძება ეს წიგნი და ღონისძიების დასასრულს მოხდება მისი წარდგენა და გამოფენა, მაგრამ მოგვიანებით ჩვენ გავაკეთებთ კიდევ სხვანაირად გავაგრძელებთ ამ საქმეს. მოხდება უკვე აუდიო ჩანაწერებიც ამ წიგნის მიხედვით, ანუ ის გადამწერი, რომელმაც შეასრულა ერთი ფურცელი გადაწერა, ასევე წაიკითხავს ამ დავითიანს და შემდგომ ესეც აუდიო დიდ წიგნად აიკინძება. და ამავე დროს გვექნება ფოტოები თავად ამ გადამწერებისა. ანუ ძალიან საინტერესო პროექტი გამოგვივა და მომავალ თაობას შეუნახავთ იმ ადამიანების შესახებაც თავისთავად, გარდა იმისა, რომ ეს წიგნი ხელნაწერი დავითიანი იქნება არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, რარიტეტი ჩვენ ბიბლიოთეკისა, ისე როგორც ვეფხის ტყაოსანი გახლავთ, ამავე დროს
შეუნახავთ მომავალ თაობას იმ ადამიანების კალიგრაფიას, აუდიო ხმას და ფოტო გამოსახულებას. ბატონო, ბოდიშს გიხდეთ, აი როგორ შეარჩიეთ ეს ადამიანები, რომლებმაც იმუშავეს დავითიანზე, რამდენ დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ისინი ამ პროექტში? მინდა გითხრათ, რომ ენთუზიაზმი იყო ნამდვილად და ძალიან დიდი სიხარულითა და აღნიშნეს, რომ ეს პატივია, ну თავისთავად ცხადია, პატივია, როდესაც შენ თვითონ წერ ისეთ დიდ პოეტის ტრიქონებს, როგორც გურამიშვილია, შეირჩა ეს იმის დამიხედვით, რამდენად ისინი არიან დაკავშირებული უნივერსიტეტთან და არა მხოლოდ უნივერსიტეტთან. ჯერ ერთი უპირველეს ყოვლისა ჩვენი აკადემიური წრის წარმომადგენლები აუცილებლად ხაზგასმულია, რომ სტუდენტობაც, მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ხა ჩვენთვის ყველა სტუდენტი ძვირფასია თავისთავად ცხადია, მაგრამ არიან სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულად მეგობრობენ ბიბლიოთეკასთან და ისინი ხშირი სტუმრები არიან ბიბლიოთეკის, აი ამ პრინციპითაც შევარჩიეთ და გამორჩეული კულტურის მოღვაწეები, რომლებიც თავისთავად ქმნიან უკვე დიდ კულტურას. აი ეს საინტერესო, ასე ვთქვათ, ავტორთა დიდი კოლექტივი იქნება, აი ამ წიგნის ავტორი თუ შეიძლება ასე ითქვას. როგორ ფიქრობთ, აი ასეთი ფორმით დავითიანის გამოცემა იქნება თუ რა რაღაც ერთგვარი ახალი შესაძლებლობა, ხიდი ახალგაზრდებისთვის, რომ მივიდნენ აი ამ ტექსტამდე? სწორედ ეს არის მიზანი, რომ კიდევ ერთხელ დავაკავშიროთ, კიდევ ერთხელ მივცეთ შესაძლებლობა საზოგადოებას, მკითხველს და განსაკუთრებით რასაკვირველია ახალგაზრდას, რომ მან გაიხსენოს, მან კიდევ ერთხელ მათ მშვენივრად იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ კი ბატონო აი დიდ პოეტს, როგორც დავით გურამიშვილი გახლდათ და ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება 24-25-ში იქნება სამეცნიერო კონფერენცია ამ ორ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც ქართული წიგნის შესახებ და საკითხებს მიმოიხილავს, ზოგადად ჰუმანიტარიას და წიგნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე იქნება საუბარი. ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები, დოქტორანტები და არა მხოლოდ თბილისში მოღვაწე, არამედ ჩვენთან სტუმრად ჩვენი კოლეგები რაიონებიდანაც ჩამოვლენ და მე მგონია, რომ აი ამ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პროექტებით პატივს მივაგებთ კიდევ ერთხელ ამ ორი დიდი მოღვაწის, დავით გურამიშვილისა და ანთიმოზ ივერიელის ხსოვნას. ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ ყავთ სტუდენტები, რომლებიც განსაკუთრებით მეგობრობენ ბიბლიოთეკასთან. ბევრია ასეთი სტუდენტი, აი ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ბევრი რამ ინტერნეტში ხელმისაწვდომია, აი რამდენად შეინარჩუნა თავისი დანიშნულება და უკვე ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას შეეხეთ, რომელიც დგას ზოგადად ბიბლიოთეკის და ნაბეჭდი წიგნის წინაშე. იყო დრო, მინდა გითხრათ, ხა ბევრს რასაკვირველია დროს არ წაგართმევთ, მაგრამ იყო დრო, როდესაც გაჩნდა ელექტრონული წიგნი, მაშინვე უკვე ითქვა დამთავრდა გუტენბერგის ეპოქა, ხო? მაგრამ გავიდა მას მერე ძალიან დიდი დრო, ну ძალიან დიდი დრო არა, მაგრამ საკმარისი დრო და აღმოჩნდა, რომ გუტენბერგის ეპოქა არ დასრულებულა და ვფიქრობთ, რომ ალბათ ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება წიგნის, ნაბეჭდი წიგნის ეპოქა. რასაკვირველია ამ ელექტრონულმა ვერსიებმა და ელექტრონულმა წიგნებმა დიდი როლი ითამაშა და ძალიან დაეხმარა არა მხოლოდ სტუდენტობას, არამედ ზოგადად მკვლევრებს კოვიდის პერიოდში, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვთქვათ, გარეთ გამოსვლა, ბიბლიოთეკაში მისვლა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პერიოდი დამთავრდა და მერე ნელ-ნელა ისევ აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკას მიუბრუნდა მკითხველი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრია, მინდა გითხრათ, ისეთი სტუდენტი, რომლისთვისაც ძვირფასია წიგნი და რომლისთვისაც ძვირფასია ბიბლიოთეკა და ეს მე ძალიან მახარებს.